ნახეთ ფილმი და არ ვიცი, მაშინ ეს ყველაფერი ესე თვალნათელი არ იყო. დღეს უკვე ყველაფერი ამ ფილმის ერთი ნახვითაც თვალნათელი არის, რომ მზიას საქმე არის თეთრი ძაფით ნაკელი. ჩემთვის კიდევ უფრო მეტად გამტკიცდა ის, რომ ჩვენ მზიას შემთხვევა არის ჩვენი როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე სერიოზული გამოცდა. ჩვენ ეს გამოცდა აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ არა მარტო როგორც მედიამ, არა მარტო ჟურნალისტებმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ. ჩვენ ვხედავთ, რომ მზია ამაღლობელი არავითარი არც დაწერილი და არც დაუწერილი კანონი ციხეში არ უნდა იყოს. თუმცა ვიღაცის გადაწყვეტილებით იგი არის საპყრობილეში. თუ ასე, როდესაც არ არის ჩადენილი სამართალდარღვევა, რომელიც უნდა ისჯებოდეს პატიმრობით, შეიძლება ადამიანი ციხეში გამოვკეტოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თუ ამის ჩამდეს ეს ყველაფერი გაუვალ, ხვალ არავინ იქნება დაცული. ნებისმიერი გამოგონილი მიზეზით შეიძლება ციხეში წავიდეს ადამიანი, რომელიც ვიღაცას არ მოეწოდება. მზე ამაღლობელი ჩემთვის არის დღეს ქართველი ქალის სიძლიერის კიდევ ერთი ძალიან დიდი მაგალითი. იგი არის თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კეთილსინდისიერი პროფესიონალი ჟურნალისტი. მზე ამაღლობელს მე მინდა უთხრა მადლობა და მისი მაგალითი მე მაატებ სიძლიერეს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი შრომა გასაწევი იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდეთ სამართლებრივ სახელმწიფოდ. იმისთვის, რომ სიტყვა არ იყოს გამოყენებული საქართველოში მანიპულაციისთვის, დეზინფორმაციისთვის. იმისთვის, რომ ნახევარსიმართლე არ ილაპარაკოს ხალხმა, რომ მოატყუოს უმრავლესობა. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი პროფესიულ კარიერაში დადგა ის დრო, როდესაც მე შემეძლო ხმამაღლა მტკიცებით ფორმაში მეთქვა და გადამედგა ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი არის. როგორც ჩვენი პროფესიისთვის, ისე ეს აუცილებელი არის ჩვენი სახელმწიფოსთვის და ისე ეს აუცილებელი არის ჩვენი საზოგადოებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი წინ და ეს ნაბიჯი იყოს აუცილებლად პროგრესისკენ და ეს ნაბიჯი იყოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.